მოგესალმებათ მეგობრებო, როგორ ახართ, როგორ? კარგად უნდა იყოთ, კარგად. ჩვენ თუ ღმერთთან ვართ, ღმერთი ჩვენთან არის და უფლება არ აქვს რომ ცუდად ვიყოთ. სხვა გზა არ არსებობს. ეხლა ვიმყოფები 70-იან გზაზე, იუტა კოლორადის გზაზე რა. არ ვიცი ამ ზამთრის პერიოდში, საერთოდ ადრეცა მაქვს რა თქვა რომ არ უყვათ ხოლმე აქეთკენ სიარული. იქიდან გამომდინარე რომ ბევრი აღმართებია და მე კი პირიქით უფრო მომწონს და უფრო ხალიზე მოვდივარ რა, იმის მიხედვით რომ უფრო საინტერესო რაღაც შემეცნებით ნახავ, სულ აქეთკენ მოვდივარ და თვითონაც ჩავთავ ხოლმე ესეთ კაი მუსიკას. ეხლა გაგიკვირდება, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ აი ესეთ აღმართებზე მე ძალიან მაგრა მიყვარს. ფრედი მერკურზე ხო გიждები და ქართულ მუსიკაში გიждები ლექსენზე. ის იყო ლექსენიო 2000-იან წლებიდან და ზოგჯერ ჩავთავ ხოლმე და ესეთ იმაში ამიფოლიებს ხოლმე რა. ვისა ჩვენთან არ უნდა იმან გაიყოს, გვაჩვენოს ვინ რა კაცია და რა. არ ვიცი ახლა როგორ უნდა დავდო ეს მუსიკა, რომ დავადო მუსიკა შეიძლება დამიბრუნო რა და არ ვიცი, აი მე ყოველ შემთხვევაში ამ აღმართებზე ექსენი დავდივარ ხოლმე და რა ვიცი, ძალიან დიდ ენერგიას მანიჭებს და საერთოდ ზოგადად პერიოდულად ხო იცი ყოველთვის თუ ფილოსოფიურ და ცხოვრებისეულ თემებზე სერიოზულად არ უნდა შეხედო მუსიკასთან ერთად და რიტმულ მუსიკას ერთად მით უმეტეს თუ კაი ტექსტი და მელოდიაც მოყვება. არ უნდა სხვა გზით იაროს, სხვა რომ არ დაზიანოს, არის თავარი, რას ფიქრობს მავანი, შეფასება ბედისგან უფრო მკაცრია, მასეა, რას ფიქრობს მავანი, მოიტანე თავანი, საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია რა. არ ვიცი მეგობრებო, რიტმი ახლა ჩემი შეიძლება სმენადობა ისეთი ძლიერი არა მაქვს, მაგრამ აი სიტყვები მართლა მაგარია და აი დღემდე მომწვევა რა. საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია რა. მოიტანე თავანი. ჯობია შევწყვიდო არა სიმღერა მეგობრებო. ჩემი სმენადობიდან გამომდინარე, გადავიდეთ უკვე რეალურ სახეში. რეალურ რაცა ვართ რა. ასე თქვით, ისე თქვით, ასე თქვი, ლექსენი ძალიან მაგარია. ჩემ ცხოვრებაში ასეთი მომენტი იყო, დედაჩემ მუსიკაზე წამიყვანა და არ მინდოდა ხო ის ბავშვებს როგორ აუყვართ ხოლმე მუსიკა და აი ცოცხალი თავით 1-2 წლის შემდეგ გამოვედი რა და ჩემ როგორ მახსოვს მეუბნება ინანებო შენოდა არ ვინანებ მეთქი მაშინ სპორტი მინდოდა და მაშინო ხელწერილი დამიწერეო რომ გაიზდებიო რომ მე საფედური არ მიცნო რა და როგორ მახსოვს მეოთხეთო რომ მე აკაკი გეგენავა მეხუთე კლასის მოსწავლე ვანებებ მუსიკას თავს და რომ გავიზდები დედაჩემ საფედურს არ ვეთყვი. მაშინ პატარა ვიყავი და დიდი სიამაყე დავწერე, მაგრამ გავიდა 20 წელი და დედაჩემის ეს ასრულდა. უკვე რომ სუფრაზე რომ მოხდებოდი, ანსამბლი რომ მოხდებოდი და აშეშ ტერივით უყურებდი. ძალიან გული დამსკდა და ალბათ აი ესე უსმენოთაც არ ვიმღერებდი, ახლა რაც წავიღიღინე წერა. რაჯობია კაი მუსიკას და კაი რიტმულ მელოდიას. ასია თუ ისია, მაინც ყველა ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი და აგერ ამ აღმართებზე დიდი სიამოვნებით უსმენ ხოლმე ლექსენს და მისი რიტმების ქვეშ ფარავ ხოლმე. ეხლა შეძლებს და გვარდათ აბა დავდებ, აბა როგორ გამოგვივა. და გარი გებს თვალს არ გარიგებს უხვად არიგებს მარგა
რითმებს დროულად უნდა ეცადო იყო მასთან თან უკეთესად რომ აეწყო დროებასთან ქალი კაცთან მერე განმარტოებასთან და ახლოს უნდა იყო უბრალოებასთან ვისაც ჩემთან არ უნდა სხვა გზეთი არ ოს ისე რომ არაფერი არ დაზიანოს საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია შეფასება ბედისგან უფრო კაცია სამყარო მძინარე მძივებით მორთული ცხოვრება მიტაცებს მე უფრო შფოთური პრიზები იყო რამდენი ამ დღეს არჩევით საუკეთესო სიმღერის დამწერს რაც ქვეყანაზე ხდება ადამიანს ბრალდება და მერე ეტაპებად ისტორიას ბარდება ლექსი საუკუნე ცოტა თუკი მეტა მბრალდება ვიცი წარსული მომავალზე გადამრავლდება მჯერა იმისა რაც მე ზოგჯერ არ მინდა ვერ დაიწყო ყველაფერს თავი და სმენა უფრო ახალი დასაბამიდან აღმაფრენა პოეზიური დრამიდან არ დაზოგო ფანტაზია ემოცია განცდები საქმიდან მიხვდები რომ შენ არასდროს არ ცდები სამოსი რა გაცვია ვისთან ვინ რა კაცია დღეს ჩემზე იყო სამის დიდი დიფერენციაცია ვისაც ჩემთან არ უნდა სხვა გზეთი არ ოს ისე რომ არაფერი არ დაზიანოს არ არის დამიჯერე ასეა გესმოდეს რას ფიქრობს რას მამანი მოიდა თავანი საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია შეფასება ბედისგან უფრო კაცრია არ არის დამიჯერე ასეა თავარი იცოდე გესმოდეს რას ფიქრობს რას მამანი მოიდა თავანი რას ფიქრობს რა სიტყვის რას ამბობს მრავალი სხვას ბევრი არსებობს ამაზე უფრო მთავარი რომ არ იყო არც ავარ ამ პარტავანი და მერე აზრი ითქვას თუნდაც მრავალი მაქვს ჩემი ჰობი ბევრჯერ ამბობი მე ჩემი თავის ნდობით არ ვერ დობი მტობით ჩემი თანხმობით ჩემი ჰიპ-ჰოპით არ დაილევამ ჯობზე ჯობი ზოგჯერ ხდება როცა მშვიდი ძილით გძინავს გული ვერაფერმა როცა ვერ დამძიმა მიზანსაც და ჩვენი თანა განცდა იცოდე რომ მომავალი უფრო გამკაცრდა დროოდეს მე რომ არ გამირბოდეს მე რაც მინდა მქონდეს მე უნდა მეძახოდეთ მერე ვიტყვი ომით შრომით ფეხზე დომით უკანასკნელ დონით და ამაყი ტონით ვისაც ჩემთან არ უნდა სხვა გზეთი არ ოს ისე რომ არაფერი არ დაზიანოს არ არის დამიჯერე ასეა გესმოდეს რას ფიქრობს რას მამანი მოიდა თავანი საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია შეფასება ბედისგან უფრო კაცრია არ არის დამიჯერე ასეა თავარი იცოდე გესმოდეს რას ფიქრობს რას მამანი მოიდა თავანი არ ამბობ თავისად მეს ლექსენი რა ვიცი მე მაგრამ მომწონს ჩემი უსაყვარლესი მომღერლები როგორც წელები მე მიყვარს ძალიან მაგრამ მერკური ნუ ბლუზზე ფიჟდები და ნუ ქართულ ესტრადაში ლექსენი ასია თუ ისია ძმაო ეს კაცი ფილოსოფოსია და თავის სათქმე ძალიან მშვენივრად ამბობს და მე მაგალითად მის ბუნებაში ვждები და ოჯახთან პატარა იყო მაშინ ამდენი წლის იყო 22-23 წლის იყო და თავის ლექსებს აი ესე სიმღერით გადმოცემდა ხოლმე და აი ამ ხელა პატარა სხვა აღარა ვარ მე და აი დღემდე ენერგია და განსაკუთრებით ის სიტყვები რითაც ის ლაპარაკობს აი ზუსტად ჩემში ზის რა ალბათ თქვენშიც აი თქვენ გემოვნებაზე არ დავობენ მაგრამ მე მაგრამ მომწონს და ამ დრამალებში და ასე თაგორიან ადგილებში ლექსენის მუსიკით გადავაგორებ ხოლმე მე გავაგზელებ მის მოსმენას, მაგრამ ჩვენი ვიდეო პატარა რო არ გამოვიდეს, ეხლა მაინც ამ კოლორადოს და იუტას ტერიტორიაზე ვარ და ერთი ადგილი მეგურება, სადაც არა ვარ ნამყოფი. კიდანო ლამაზი ხედიაო, ლამაზიო და აი რომ მივარ ალბათ საათი, ალბათ 1 საათი დამჭირდება სიარული. 1 საათში 1000 მუსიკას მოусვენ, ლექსენსაც მოусვენ, ფრედისაც მოусვენ. მე ისევ ჩავუვდები რაღაცას, მაგრამ ჩვენ ამბავში გავაგრძელოთ ხო ჩვენი
ჩვენი ამბავი გვაქვს. ხო ვართ ავტოტურისტები დავდივართ სხვადასხვა ადგილებში და ის ადგილი ხო გაქვს ანახავი. აქვს ანახავი და მივიდეთ. ახლა სადაც მივდივართ, არის გადასახედი რა. ალბათ სავარაუდოდ ალბათ ასეთია და Salt Wash View area. არ მისუართ და აქტუალურად ალბათ ასეთი პეიზაჟია. მაგრამ ვინაიდან არა ვართ მისულები და არ გაგვისიქია და ნახოთ. ტრაილერით არავს ვართ. ლექსენს უსმენ ლექსენს და აი სილამაზის პოეზიის ის რო არის ამ ხედებში კაია რა. აბა ნახოთ აბა დიდი არაფერი არ ჩანს, მაგრამ აი ნახოთ აბა Salt View. ეს ხო წერია გე Salt Wash View area. და ჩვენ ხო იცი როგორ გვიყვარს ხოლმე ყველაფრის ნახვა და აი რამდენჯერ დავდივარ აქა და გაროსოც არ ყოფილვარ. თუ შემდეგია თუ აქ არ მოგვეწონება მე მეორე გადასახედზე ვნახოთ აბა თუ მე ის რატომაც მე უფრო სხვა მიმართულების გეფიქრობდი რა. არა უშაშოთ უნდა დავათვალიეროთ ყველაფერი. თავისებური ქანებია მაინც ხო? იტა მაინც მაგარია რა, ნახეთ როგორ ქვების როგორ თენაა დალაგებული რა. Salt Wash area რა ვიცი აბა გადავხედოთ, მაგრამ მე უფრო სხვა იმაზე ვფიქრობდი, სხვა გადასახადზე. არა უშავს ესეც ვნახოთ. გადასახედზე უბრალოდ. მეშლება ხომ ეს გრამატიკული შესწავლება. აბა ნახოთ ვინახე. ჩვენსაც გავჩერდით. გავჩერდით რომ არავის არ შეუშალოთ ხელი. გადავხედოთ. ოკეი. გავიხუროთ მაინც 8 გრადუსი სიცილია. წავედით. აი მოდიან ტურისტები. არა მგონია ტურისტები ახლა. ისეთი დრო არის. ორივე სხვა შეუშლი და ოკეი. აბა მივიდეთ. ეს გრანდ კანიონის ტირში გადის რა. გახსოვთ გრანდ კანიონზე რო ვიყავით? უი, მართლა ლამაზია. ისეთი გრანდიოზული არ არის, მაგრამ ეს სუვენირები, ეს ინდიელი ქალი არ შევხვდეს ახლა გახსოვთ, მაშინ ინდიელი ქალი რო გაგვიბრას და აი ესეთ ახალ ადგილებში რომ მოვდივარ, რაღაცა ენერგია მოდის რა. აი თითქოს ივსები რაღაც ინტერესით და თქვენთან ერთად მეგობრებო, თქვენთან ერთად ტყივილათა ვარ მეც. უჩახტი აქ. აი სიმაღლე ყოფილეთი ჩავიდი აქ. კარგი აღმოაჩინეთ, ნახეთ, ვახვა. ჩემი სიმაღლის, რა ეფექტურია. აი სიმაღლეა, ვაიმე. ეხლა ასე თუ ისე გადავლახე სიმაღლის შიში, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, ბუნებას რა შეუძლია. ესე იგი როგორ ეწეს Salt Wash Canyon, ესე იგი მარილისგან გარეცხილი კანიონი. აუ იქითაც ნახეთ რა ლამაზი იქით გაიქ. რა დრო არა მაქვს თორე, აი ნახეთ, აი ეგ რომ მიხვარ და აი ეგ რომ დადგები, აი წარმოიდგინეთ რა ლამაზია. უი მესენ საჩასულა კაცო. ბავშვთან ერთად არის.
ისეთი სუფთა ჰაერია ხა 8 გრადუსის სიცივეა და მაგარი ეფექტურია რა. ესე იგი ცნობისთვის მეგობრებო ვიმყოფებით იუტას შტატში 70-იან გზაზე. ეთი მოაბიში ვერ მოხდით რა, მოაბი იქით არის შორს და ლამაზია რა ფერებია და როგორ არის ხა შენარჩუნებული ეს ქვა. აი განსაკუთრებით ის ახლა იქით. ეგრე. ნახეთ. თითქოს აი დადებულია, ვიტომ ადამიანმა ხელოვნურად დადო რა. ეხლა შეიძლება მიხვიდე იქაც ახვიდე, მაგრამ ცოტა დიდი მანძილია. სამწუხაროდ მაგისტრო არა გვაქვს და გადარბენებზე ვარ სულ. ამას გადავიდე ლიაო, ვიღაცა დაუწერია გული და ჩაკა. ვიღაცა სიყვარული აუხსნა ჩაკას. ქვაზე ამოტვიფრით. ეხლა მე ვფიქრობ, ამაზე ვამბობდი, აქ არა ვარ ნანახი მეთქი თუ სხვაგანაც არის იმ თაზე ხო ვიყავით აღლა ასული სიმბადის თაზე. თუ მეშლება, მაგრამ მგონი ეს არის რა. ეს ადგილია. მოდი აბა გამოვიაროთ მაინც იქით. ჩვენებურად. ეს ბავშვები რა ბედნიერები არიან, რომ საშუალება ეძლევათ. ასეთ ადგილებში იარო. ოპა. გადავხდეთ. იქიდან ხوار წავიდე, იქით აბა მივიდე იმ კაცთან. ეხლა ის მანძილი უფრო ახლოს არის, ვიდრე იქით. ეხლა ის ძალიან შორს არის და იქით ვერ წავიდეთ. მოდი აქეთ წავიდეთ, მაინც რომ ჩაგვეთვალოს, რომ ეს კაცი როგორ ჩამოჯდა, ასე პირდაპირ. ფეხებს აქანავეს და ძალიან ბედნიერად აგზნობს თავს. კაცი კი ბიჭია და მაშინ შევძლებ მე. რა ვიცი, ეჭვი მეპარება. ეტო გულების დახატვა უხარიათ ახლა. ეტო სიყვარულს უხსნიან ხოლმე, ხო? აი აქაც თავის სახელებს აწერენ დევიდიო, ტომასიო. გადავიხედოთ. ხო, საუბრობთ აი ნახეთ სარბეთის ეს გზა, რამდენჯერ მაგ ასე გავლილი ეს გზა და კარატოს არ ამოვსურვათ. ათი უკვე ჩაგვეთვლება რომ ნამყოფები ვართ. როგორი გადასავარდნია. აი დიდი სიმაღლეა მეგობრებო რა. ცოტა 1-20 სართულიანი საღლის ვარ, უფრო მაღალიც იქნება რა. გადავიდე ცოტა ახლოს მივიდე. ამ ბავშვებს არ ეშინიათ და მე მაინც შიშის მაინც ეხლა გრან კანიონში რო ვიყავით, იქ კანკალებდი და აქ ეხლა ასე თუ ისე ვიკავებ თავს. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ შეიძლება ტელეფონი გაგივარდეს რა, ეგ მომენტია და არ ვიცი, ეხლა ტელეფონზე უფრო ზრუნავ თუ ამ სიმაღლეში ესე ფაქტია, რომ რაღაცა მაინც მოქმედებს სიმაღლე. აი ეხლა ეს კარგი იქნება, აი ესე წახვიდე და იმაზე ახვიდე, მაგრამ ნუ მაგას ვერ გავბედო. შემეშინდება. მეგობრებო, დატყვით, დაფიქრდით. ლამაზია რა. აი ხლა ამ ბავშვების ნაცვლად ჩემი ოჯახის წევრები რო იყვნენ. ან ჩემი მეგობრები რა ჯობია ამას. მე კი დავდივარ მარტო და თუმცა მარტო არა ვარ, თქვენთან ერთად ვარ მეგობრებო, მაინც. ხო ჩემთან ერთად ხართ მეგობრებო. და ჩემთან ერთად ხართ, მაგრამ ნუ მაინც ახლოს რო ხარ და ცოცხლად რო უყურებ, მაინც სხვა არის. მე ასიმაღლია ნახეთ.
ოკეი, გადავხედოთ აქ რა გაურობას. იუტას როგორ თქვის Wash Salt Canyon, ესე იგი მარილისგან გარეცხილი კანიონი. დიდი ახლა არაფერი არ არის. დიდ კანიონს ვერ შეედრება, მაგრამ ესეც თავისებური ეფექტურია. კარგია სამყარო, კარგია ცხოვრება. და როდესაც იმ დღეს კითხვა იყო კაკო შენო ბედნიერებაზე ამბობდიო რაღაცას თავისი აზრები ქონდა და ეხლა ბედნიერება რა არის? მე მოკლედ უთხარი, მე ბედნიერება არის უბრალოდ უნდა ახსნა, ესე იგი ყველაფერს დაარქმევ თავის სახელს და ყველაფერს თავის ნიშანს მისცემ. გაანალიზებ რა, როგორ და რისთვის და რანაირად. სიმშვიდეში შევა ადამიანი. და უფალიც უმაგას არ გვეუბნება. უფალი ხო ყველაფერია და ლამაზია, სიმშვენიერია. ცუდი რაღაცა, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი სრულყოფილია. აი სრულყოფილების შეგრძნებას რო იგრძნობ და რო იცი რა არის და როგორ არის, აი მაშინ მოდის ბედნიერება. მე ასე უყურებ ბედნიერებას და უბრალოდ მარტივად ვიტყვი რა. ყველაფერს უნდა დავარქვე თავის სახელი და უკვე ყველაფერი რო იცი რა, როგორ რანაირად ის სიმშვიდეც მოდის და იმ სიმშვიდეში და სილამაზეში არის ბედნიერება. ნახეთ რა ლამაზია ცხოვრებაში, ხედეთ სრულყოფილება და სიმშვიდე. და ძაღლი როგორ ათვალიერეს ყველაფერს. რაღაც მე არ მოვეწონი ამას, არა. დადგა განაპირა ანწირას და ესეც ძაღლიც ნებირობს თავისი ხედვით და სილამაზით. მეგობრებო, მეტყვით კაცო, რა ყველაფერი არეული გაქვს ფიქრები, მაგრამ მე ხო ფიქრებს გიზიარეთ. მართლა ლამაზია ცხოვრება და სილამაზით და სრულყოფილებით გვეუბნოს ცხოვრებაში. და დავამთავრებ იმ ლამაზი სიტყვებით, მაინც ეს ვიდეო ლექსენის სიმღერით დავიწყე და იმ სიტყვით, რომ ბევრი ლექსები აქვს იმას ლექსენს და რა ვიცი, ყველა ფილოსოფიური, აი რა ვიცი რა. მე მაგრამ მომწონს და აი რომ ამბობს საქმემ გვაჩვენოს ვინ რა კაცია. ამაზე მეტი რა უნდა თქვა. საქმემ გვაჩვენოს ვინ რა კაცია. კარგით მეგობრებო, აი ესე დავრე, მაგრამ გასზა ჩვენი ბოლური ცხოვრებიდან გამომდინარე, ხანიქავართ, ხანაქავართ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის სრულყოფილებას და სილამაზის შემფასებლები ვართ და ამ სილამაზით და სრულყოფილებით გვეუბნოს ცხოვრებაში. კარგი, წავედი, მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. იმედია, ხომასია, მასია. და მუსიკა და ჰარმონია, კარგი მელოდია, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება კარგი განწყობის და სილამაზის შეცნობაში.